მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ახლა ვაგრძელებთ ვიდეოების ციკლს ყოველი წლის ალგებრის სახელმძღვანელოდან. ახლა ჩვენ მე-6 თავზე ვიმუშავებთ B კატეგორიის ამოცანებზე. დავიწყოთ 6:52-დან. კომპანიის თანამშრომელთა 4 გუნდი მუშაობდა 4 სხვადასხვა პროექტზე. მათ მიერ დახარჯული დროები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2, 3, 5, 6. თუ ერთ-ერთი გუნდის მიერ სამუშაოზე დახარჯული დრო არის 30 საათი, მაშინ 4-ვე გუნდის მიერ დახარჯული დრო რა შეიძლება იყოს? ჩვენ ვიცით, რომ მსგავსად მოწოდებული ინფორმაცია, როდესაც გვაქვს, ეს არის ამოცანა პროპორციულ დაყოფაზე. რას ნიშნავს 2, 3, 5, 6, 7-ის პროპორციულ ნაწილებად არის დაყოფილი ამ შემთხვევაში სამუშაოზე დახარჯული დრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთის დახარჯული დრო შეესაბამება 2-ას, მეორეს დახარჯული დრო რიცხვ 3-ას, მესამეს დახარჯული დრო რიცხვ 5-ას და მეოთხეს დახარჯული დრო რიცხვ 6-ას. ანუ იდეაში როგორ უნდა გავიგოთ მსგავსი ინფორმაცია? ჩვენ მთელი დაგვიყვია რაღაც ნაწილების ერთობლიობად და ერთ შეხვედრია ამ ერთობლიობიდან 2 ნაწილი, მეორე 3, მესამეს 5 და მეოთხეს 6. ანუ გამოდის, რომ ერთობლიობა დაყოფილია სულ 16 ნაწილად და თუ ჩვენ ერთ-ერთი ნაწილის ზომას აღნიშნავთ x-ით, მაშინ მეგობრებო, მთელი რაოდენობა იქნებოდა 16x და ერთს ერგებოდა 2x, ანუ უკვე საათი რამდენიც იქნებოდა დრო თითოეულის მიერ დახარჯული. ეს იქნებოდა 2x საათი, 3x საათი, 5x საათი და 6x საათი. ანუ 2, 3, 5, 6 რა იყო? ეს იყო ნაწილები. ხო, ერთეული არ ქონდა მას. თვითონ ნაწილი გამოდის ერთეულის როლში და რაც შეეხება უკვე 2x-ით როცა აღნიშნავთ ჩვენ ერთეული ნაწილის ზომას, იქ უკვე ერთეულს ვიყენებთ, ხო? ამ შემთხვევაში დროის ერთეულებზეა საუბარი. თქვენ ვიცოდით, რომ ერთ-ერთი ამ ბუშის მიერ, ამ გუნდის მიერ დახარჯული დრო იყო 30 საათი. მაგრამ კონკრეტულად არ ვიცით რომელი. შეიძლება 30 საათი ყოფილიყო ამ ვარიანტი, პირველი ბუშის დახარჯული დრო, ანუ ეს 2x ყოფილიყო 30. შეიძლება ყოფილიყო B ვარიანტი, თქვათ, აი ეს არ არის პასუხების, მოდი ლათინურად დავწერა ვარიანტი, B ვარიანტი, რომ არ გეგონოთ პასუხებს ვიხილავ. ასე 3x იქნებოდა 30. შესაძლოა ეს ყოფილიყო მესამე გუნდის მიერ დახარჯული დრო ჯამში. 5x იქნებოდა 30. და შესაძლოა ყოფილიყო მეგობრებო D ვარიანტიც, აი მეოთხე გუნდის მიერ დახარჯული დრო ყოფილიყო 30. შესაბამისად, ერთი ნაწილი x ამ შემთხვევაში იქნებოდა 15 და ერთი ნაწილი x თუ არის 15, აი 4-ვე გუნდის დახარჯული დრო რამდენი გამოვიდოდა? 16 ნაწილი ხო იყო? გამოვიდოდა 16 ჯერ 15. ეგ არის მეგობრებო 160 დამატებული 80, 240. ანუ ამ სცენარის მიხედვით თუ პირველი აი 2x და 2 ნაწილი ვისაც ერგო, ის 30 საათს იმუშავებდა, მაშინ მეგობრებო 240 საათი გამოვიდოდა ყველას მიერ დახარჯული დრო. თუ მეორეს მიერ დახარჯული დრო იქნებოდა 30, x გამოდიოდა 10 და 16 ჯერ 10, ანუ 160 იქნებოდა ყველას მიერ დახარჯული დრო. ამ შემთხვევაში მესამე სცენარის მიხედვით, მაშინ 36 საათი იქნებოდა იგივე მაჩვენებელი და მეოთხე შემთხვევაში მეგობრებო ეს იქნებოდა 16 ჯერ 5, 80 საათი. გამოვიდა, რომ გვეკითხებოდნენ ჩვენ რა შეიძლება ყოფილიყო ყველას მიერ დახარჯული დრო და 240 შეიძლება, თαυτო ირიცხებოდა, 160 შეიძლებოდა, ხო აი. 96-ით 80-იც და ნუ შესაბამისად ყველა ჯამში ვერც ერთი სცენარის მიხედვით ვერ დახარჯავდა 192 საათს, ანუ პასუხი არის D.
გავაგზავნოთ. თუ ჩვენ რა ვიცით ახლა მოცემულია პირველი გავარჩიოთ ისე შეეფარდება ის როგორც 3-7. მოდი ეს ინფორმაცია ასე ჩავწეროთ. 3-7 და B ისე შეეფარდება C-ს როგორც 2-5. და ვიპოვოთ A შეფარდებული C-სთან. ასე ახლა ვიცი ამას თქვენ როგორ დაინახავდით, მეგობრებო, აი ეს უფრო გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ პირველი ამოცანას თუ გავყვებით ჩვენ პირველ ამოცანაში 53-ში აღწერილ ლოგიკას უცებ შეიძლება აი რა გიქნათ იცით? ისე შეეფარდება B-ს როგორც 3-7 და აი ჩვევაში გავთქვათ, რომ სადაც დაინახავთ ამ პროპორციულ დაყოფას, უცებ შემოგავთ თქვენ რაღაცა პროპორციულობის კოეფიციენტი x-ი, ანუ ერთი ნაწილის ზომას გვიას პროპორციულობის კოეფიციენტი, ხო და უცებ გეთქვათ, რომ 3x და 7x გვექნება ეს რიცხვები და შესაბამისად A იქნებოდა 3x, B იქნებოდა 7x. შეიძლება ეს ასე გააკეთოთ, არ ვიცი, იცით? მაგრამ აი ამ ამოცანას არ უხდება ასე გაკეთება. კი, გამოვა ბოლომდე გავა ეს ამოცანა, მოდი, ეგ ასე ხო იყო. ანალოგიურად მეორე შემთხვევაში, აი როცა B შეეფარდება C-ს როგორც 2-5-ს, აქაც შემოიტანთ პროპორციულობის კოეფიციენტს, ოღონდ იგივე x ვეღარ შემოიტანთ, ეგ ლოგიკურიცაა, მეგობრებო, იმიტომ რომ აქ ერთობლიობა დაყოფილი იყო 10 ნაწილად. აქ შენ რა იცი ახლა რა ერთობლიობა ზომით იგივე არის, არ არის და თან 7 ნაწილად არის დაყოფილი და ერთი ნაწილის ზომა უნდა აღნიშნოთ მეგობრებო y-ად. ანუ სულ სხვა ერთეულად თუნდა W-ეთი აღნიშნეთ, არა აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა. ნუ სხვადასხვად უნდა აღნიშნოთ და შესაბამისად B იქნებოდა 2y, პირველი რიცხვი შესაბამება, B-ს შესაბამება და C იქნებოდა 5y. და A შეფარდებული C-სთან რა გამოვიდოდა, რასაც გვეკითხებიან, ანუ A როგორ შეეფარდება C-ს, როგორც 3x, 5y-ს, ხო? მაგრამ ამას თქვენ ვერ დაადგათ, იმიტომ რომ არ იცით x-ა და y შორის კავშირი როგორია. და x-ა და y შორის კავშირი სინამდვილეში დაადგეთ, იმიტომ B არის გამოსახული ორივეთი. ანუ აქედან ხო გამოდიოდა, რომ 7x, 5 და 2y, ანუ შესაბამისად შეგიძლია ერთი მეორე სხვადით გამოსახო, აი მაგალითად x-ი გამოსახოთ y-ით. ორი მეშვიდედი y იქნებოდა, ჩასვამთ ახლა x-ის მაგივრად, აი აქ ეს იქნება 3 ჯერ 2 მეშვიდედი y, ეს იქნება 5y და ჩვენ გვაინტერესებს, ანუ როგორ შეეფარდება, დავწეროთ კაი, აქ 6 მეშვიდედი y, 5y-ს. თქვენ უნდა გახსოვდეთ, მეგობრებო, რომ ეგ ჩვეულებრივი წილადია. აი ეს ჩვეულებრივი წადის თვისებებით გამოირჩევა. ანუ შეგიძლია თითოეული მათგანი გაზარდო ერთი და იგივე რიცხვჯერ, აი როგორც წილადის რიცხვს დავნიშნოს ზრდი და არაფერი იცვლება, შეამცირო ერთი და იგივე რიცხვჯერ, აქაც არაფერი შეიძლება, ანუ წილადის შინაარს იგივე დარჩა. ანუ მე შემეძლო ეს y-ზე შემეკვეცა ორივე. და ხო დარჩებოდა 6 მეშვიდედი ისე შეეფარდება 6 მეშვიდედი შეეფარდება 5-ს, ანუ ისე შეეფარდება C-ს, როგორც 6 მეშვიდედი 5-ს. ეგეც მოუხერხებელია რაღაც თვალისთვის და ამაზად არ აღიქმება და შეგიძლიათ ახლა ორივე, ასე ვთქვათ, რიცხვიც და მნიშვნელიც 7-ზე გაამრავლოთ და აქ დაგჭირდება მაშინ 6, ამას რო 7-ზე გაამრავლებდით და ამას რო 7-ზე გაამრავლებდით 35 და პასუხი იქნება მეგობრებო, ისე შეეფარდება C-ს, როგორც 6-35-ს. ნუ ძალიან ნორმალური ამოხსნა, მაგრამ აბა დააკვირდით ახლა აქ ცოტა ესეთი მომენტია, ჩვენ ორიენტირებული ვართ ხოლმე და რამდენიმე ცვლადი რომ არის მოცემული, შევამციროთ ცვლადების რაოდენობა. აი მაგალითად აქ 3 ცვლადი რომ იყო მოცემული, ჩვენ გვინდოდა 2 ცვლადზე დავსულიყავით და აი აქ რა გამოვიდა ახლა? გამოვიდა რომ პირიქით კიდევ რაღაც სხვა ცვლადი შემოვიტანეთ და მათი საშუალებით გამოვსახეთ ეს A და B და C და ნუ არა ოპტიმალური გზა. კიდევ რა შეიძლებოდა ახლა აქ მოვფიქრებოდა. აი ძალიან ამ სიტუაციაზე ორიენტირებული ამოხსნა იქნებოდა და თუ ამას თვალი დაინახავდა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ეგ არ არის რაღაც მსგავს ამოცანებში უნივერსალური მიღება. კითხვას გააჩნია. აი მაგალითად ამ კითხვას მოუხდებოდა
ასე თუ ერთმანეთის ქვეშ ამოწერთ ახლა ამ ორ ტოლობას, მერე განტოლებათა სისტემას რომ ვისწავლით, ხო ვიტყვით ჩვენ რომ ჩვენ გვიძლია განტოლებებს რომ გავიგოთ უფრო დეტალურად. ორი განტოლება რომ არის, მარცხენა მხარეები ერთმანეთზე გამომრავლებით, მარჯვენა მხარეებზე ერთმანეთზე. თუ ეგ იგივეა, მეგობრებო, ტოლობის ორივე მხარე ერთი და იგივე რიცხვზე რომ გაამრავლდა, რადგან b შეფარდებული c-სთან უდრის 2/5-ს, ესე იგი, მე რომ ავდგე და ზედა ტოლობის ერთი მხარე, მარცხენა მხარე გავამრავლო b შეფარდებული c-ზე, ხოლო მარჯვენა მხარე გავამრავლო 2/5-ზე, მოვარო ტოლობა არ დაიღება, იმიტომ რომ ამასაც და ამასაც ვავრავებთ ერთი და იგივე რიცხვს. b შეფარდებული c-სთან ყოველთვის 2/5-ს. და რა გამოვიდოდა? გამოვიდა, რომ a შეფარდებული b-სთან გამრავლდებოდა b შეფარდებული c-სთან, ესე იგი შეიკვეცებოდა 3/7 გამრავლდებოდა 2/5-ზე და ნუ აქ იქნებოდა a შეფარდებული c-სთან გამოვიდოდა 6 დიდი გამოდის 35. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პასუხი უკვე მივიღეთ და ვნახოთ. უფრო, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის რაღაც ისეთი გააჩნია, მაგალითად, იგივე ქვედა ამოცანაში გამოვსადეგარი იქნებოდა მსგავსი მეთოდი. უფრო ისეთი ნებისმიერ სიტუაციაში რომ გამოგარგებათ, ძალიან უნიფიცირებული რაღაც სტანდარტული გზა არის, ეს არის რამდენი ცვლადის გვაქვს, შევეცადოთ ერთი და იმავე ცვლადით გამოვსახოთ. და ჩავსვათ მე გამოსახული ცვლადების მაგივრად, აი ის ერთი ცვლადი. ამ შემთხვევაში, ახლა თქვენ შეგიძლიათ a b-ი გამოსახოთ და b 10 გამოსახოთ, მაგრამ რადგანაც b 100-ს უკავშირდება აი აქ და b c-საც უკავშირდება, აჯობებს b-ი გამოსახოთ დანარჩენები. ანუ ეს იქნებოდა 7 a უდრის 3 b-ს, აქეთ იქნებოდა 5 b უდრის 2 c-ს და შესაბამისად a იქნებოდა 3 მეშვიდედი b, c იქნებოდა, აი c რომ ორი ხო გადავიდოდა იქით და იქნებოდა 5 მეორედი b და შესაბამისად არ შეფარდებული c-სთან გამოვიდოდა 3 მეშვიდედი b შეფარდებული 5 მეორედ b-ზე. ეს იგივეა 3 მეშვიდედი გავამრავლოთ 5 მეორედის შებრუნებაზე ან 2/5-ზე და გამოდის 6 35. რა თქმა უნდა, აქაც იგივე პასუხი მივიღეთ. ეს არის ძალიან ისეთი მუშა მეთოდი, კარგი მეთოდი. გასაგებიცაა, ცოტა დროში გაწერილი არის. მოდი, მეგობრებო, მე აქვე დავწე ახლა მეორე ამოც მაგალითსაც და განახევთ, რომ მეორე მაგალითშიც წარმატებით გამოიყენება ეს მიდგომა, გამოსახე და ჩასვი, ყველგან გამოგადგებთ რა. არ არის დამოკიდებული კონკრეტული ტიპის მაგალითს რომ ვიხილავთ მის ნაირგვარობაზე, ანუ ქვეტიპებზე. ამ ტიპის ნებისმიერ მაგალითს მოვხდი. a შეფარდებული b-სთან, აი მეორე მაგალითს ვიხილავ ახლა. ეს არის 2/7. ეს შეფარდებული c-სთან ეს არის 3/4 და გვეკითხებიან უკვე არ როგორ შეფარდება b-ს, როგორ შეფარდება c-ს, ასე თქვათ სამაგი ორმაგი შეფარდება სამაგი პროპორცია. ისევ და ისევ b ერთგვარ შუამოვლად გვევლინება, სადაც ეშოვის, გამოსახოთ b საშუალებით, ანუ აქეთ იქნებოდა 2b უდრის 7-ას და a იქნებოდა 2b მეშვიდედი. აქედან 4b უდრის 3 c-ს და c იქნებოდა 4 3b. და ფაქტობრივად ახლა ჩვენ აი a-ს და c-ს მაგივრად შევიტანოთ ეს b-ები, ანუ რას მეკითხებიან? მეკითხებიან 2b მეშვიდედი, როგორ შეეფარდება b-ს და როგორ შეეფარდება 4b-ს, ხო? ახლა აქ შეიძლება კითხვა გაგვიჩნდეს, აი b რატო არ გამოვსახეთ სხვა ცვლადით და მეგობრებო, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთ ცვლადზე დავიდეთ თუ ამის რესურსიდან. b-თი თუ არ დანარჩენები გამოსახული, მაშინ თავად b-ს ნუ არ შევეხებით, გადმოვიტანოთ.
და როგორც ზედა მაგალითში ვისაუბრეთ, ეს აი რო წარმოიდგინოთ ახლა წილადი ხო არის ორნაწილიანი მრიცხველი მნიშვნელი და აი სამნაწილიანი წილადიც რო არსებობდეს, რაღაცა სამი პირობითად სამი ნაწილის გარშემო აი რაღაცა ასეთი რაღაც რო იწერებოდეს. აა მაშინ და წილადის თვისება რომ გადაგვეტანა, აქ ანუ მისი თითოეული კომპონენტი ზღვიში და ქვედა შუა რო გავამრავთ ერთსა და მეორე რიცხვზე, ხო არ დაირღვევა პროპორცია, ხო? იგივე ნაწილებად მოვუწევთ ერთობლიობის დაყოფა საბოლოო ჯამში იგივეები შეხვდებოდათ. ამიტომ შეგვიძლია მე ტოლობის ასე ვთქვათ, აი ამ პროპორციის სამივე ნაწილი შევკვეცო ერთი და იგივე რიცხვზე. ბ-ზე დარჩებოდა 2/7 1-თან და 4/13-თან და მე ავდგეთ და 7-ზე გავამრავლოთ აქ ყველაფერი, აქ იქნებოდა 2, ესეც რო 7-ზე გამოვდებოდა პირველი, მეორე რო 7-ზე გამოვდებოდა იქნებოდა 7, მესამე რო 7-ზე გამოვდებოდა იქნებოდა აა 28, მესამე. უი, სავზეც გასამრავლებელია, იმიტომ რომ საერთოდ უპრიანია. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ასეც დატოვოთ პასუხი. მაგრამ როგორც წესი პასუხებში არ მოდის ხოლმე ასე და ამიტომ შევძათ რომ იყო და რომ არ დაგვიოს ანუ ათწილადობა რაციონალურობა უნდა მოსმოთ რა გამოსახულებებში უნდა ეცადოთ რომ ირაციონალურად წარმოგიდგეთ საკითხი. გავანალოთ სავზე თითოეულ მათგანი ეს იქნება 6, 21, 20. ანუ როგორ დაიფუდა როგორი შეფარდებაში იქნებოდა A, B და C ერთმანეთთან 6, 21, 28-თან. ეგ არის მეგობრებო ისეთი კლასიკური ამოხსნა ჩასმის გზით. მაგრამ კონკრეტულად ამ სიტუაციას გააჩნია უფრო სწრაფი ამოხსნის მეთოდებიც და აბა ნახოთ. ეს მოსასწრაფო უბრალოდ აქაც. ასე. და რა გავაკეთოთ იცით მეგობრებო? აი ზოგიერთი აქ ბავშვი, ვიცი დასრულიც ალბათ აკეთებს, რომ აუ მოდი ასმაგურად 3 ჩავსვათო და ბესმაგურად ჩავსვათ, იგი ცესმაგურად ჩავსვათ 5-100 არ არის შეფასებაო. მაგრამ ჩვენ შეიძლება გვავიწყდება ერთი თავი დათქმა. ანუ ეი ხო, რა შესაძლოა უშვებენ ახლა ჯერ ისევ რომ უდრის სამსო ფიქრობს ზოგიერთი და ბ მაშინ 7-აო, ხო? და ამას იმიტომ აკეთებს, რომ პროპორცია რომ დავწერეთ რომ გვიწერია ასეთი ტოლობა A შეესაბამება 300-ს, B შეესაბამება იდეაში 700-ს, ხო? მაგრამ შენ რა იცი, იქნებ ეს 3 და 7 შეკვეცის შედეგია. იქნებ 3 და 7 გაყოს ორივე, აქ რიცხველი დამნიშნული იყო სიტყვაზე თქვა 6 და მე-14 და 2-ზე რომ შეკვეცეს მერე დარჩა 6 მე-7 და ანუ ვერ სიტყვი გადაწყვეტით რომ არის კიდევ თუ არა 3 და B არის 7 არა ერთო მაშინ რას უნდა დავუკეთეთ რა ვთქვათ როგორ მოვიცეთ აი შენ შეძლოს გავსი რაღაცის თქვა ხო ნუ და მეორე მომენტიც არის ახლა აქ რაც დაგაიჭვებ შენ რომ ასმაგივრად 3 ჩაგესვა და ბესმაგივრად 7 აგერ B უკვე 2 შეესაბამება ვა ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა ხო და როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ ასეთი აქ ხოლმე ზოგიერთ მოსწავლეს დასებირებული აქვს ასეთი მიდგომა შეგვიძლია რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოდი B ერთგანაც და მეორეგანაც მივიყვანოთ ერთი და იმავე რიცხვად აი აქაც აი B ხო იდეაში 7-ის შესაბამისი გამოდის ხო ანუ 7-ის ჯერადი იქნება თუ ნატურალური რიცხვებს ავიღებთ ახლა A-ს და B-ს და აქაც B გამოდის 2-ის ჯერად მაგრამ მოდი ისე გარდაქმნათ წილადები და წილადის გარდაქმნა ჩვენ ვიცით ამის უფლება გვაქვს ხო წილადის ძირითადი თვისებიდან რომ აქაც გაჩნდეს იგივე რიცხვი რაც არის აი აქ ეგ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ 7-ის და 4-ის საერთო ჯერადი ავიღოთ ეს არის 14 და იდეაში 14-ზე უნდა გავმრავლო აქ რიცხველიც და მნიშვნელიც
და 7-ჯერ 14 რამდენია? ეს არის 98, ხო? ახლა აქ რა იქნებოდა? აქ 14-მდე აი რას ვაკეთებ, ბოდიში და 14-მდე უნდა მიგვეყვანა და 14-მდე რომ 14-მდე უნდა მივიყვანო. აი აქაც B და აქაც B. და 14-მდე რომ მივიყვანოთ, მათ უსუჯუნდე. აი ეგა პრინციპში ყველაზე პატარა რიცხვი, წილადის შეუცვლელად, ანუ რიცხველი და მნიშვნელი ერთი და იმავე რიცხვს რომ გავამრავლო, 14-მდე შეგვიძლია მივიყვანოთ აქ B 7-იანი შესაბამისი რიცხვი და აქ B 2-იანი შესაბამისი რიცხვი. როგორ გავაკეთოთ ეგ? აქ გავამრავლოთ მეგობრებო. რიცხვის სასტავიშვილსაც 2-ზე 6 მე-14 იქნება, აქ რიცხვის სასტავიშვილსაც გავამრავლოთ 7-ზე. 14 35 იქნება. უკვე B შეესაბამება იგივე რიცხვს, რაც აქ, აი აქ B რაც გვაქვს. 14 შეესაბამება აი აქ B რაც არის. მას და პირდაპირ შეგიძლიათ ახლა უკვე 100 მაგივრად დაწეროთ. 6 აი აქ პირდაპირ შეგიძლიათ უკვე გააკეთოთ და B-ს მაგივრად დაწეროთ 14. აი ქვედა მაგალითში რომ ნახოთ ახლა. ესე იგი, B-ც და B-ც აქ ორივე მივყავთ ერთი და იგივე რიცხვები, ანუ 21. B უდრის უდიში B-ს ვერ გავაქტიურებ. ხო, აქ კაც რომ მივყავო. შამფერი არჩევია შეფხვით. ასე ერთი წუთი მეგობრებო, ცოტა დავაბრუნდა რა. შეიძლება ძალიან გაიქცეო. ხო, მე პრობლემები. შეგვეძლოს. ასე კარგია. მოგვრად ჩემს, ხო? აჰა, ესე ფლატიბეთ. ოკეი. მივიყვანთ აქ B7-ია, აქ B3-ია, ანუ 21-მდე. 21-მდე რომ მივიყვანოთ 3-ზე უნდა გავამრავლოთ რიცხველი და მნიშვნელი. აქ იქნება 6-21 და აქ იქნება მეგობრებო, უნდა გავამრავლოთ 12-ზე. ასე ვაკეთებ. Shift მეცნი არ 7-ზე უნდა გავამრავლოთ 3-იანი, რომ ვიყავ 3-ჯერ 7 ეს არის 21 და 4-ჯერ 7 ეს არის 28. შესაბამისად, A იქნება 6-იანი შესაბამისი, B იქნება 21-ის და C იქნება 28-ის. იმედია გავიგეთ ეს მომენტი რა გავაკეთეთ, მაგრამ რატომ გვაქვს ამის უფლება? რატომ გვაქვს მეგობრებო და რას ვაკეთებთ იდეაში აქ რას გულისხმობთ? ნახეთ. ჩვენ როდესაც მიყვავს აი ხო ვთქვით ასეთი რაღაც რომ აი მაგალითად ნაწილი რომ გახილოთ A შეფარდებული B-სთან კი არის ორი მოშუდედის ტოლი, მაგრამ ხო შეიძლება ეს იყოს რაღაცა M-ზე შეკვეცის შედეგი, ხო? კი არის B შეფარდებული C-სთან 3/4 და მაგრამ ეს ხო შეიძლება იყოს რაღაცა N-ზე შეკვეცის მეთოდი. კი, შეიძლება. ახლა ჩავთვალოთ მეგობრებო რომ შეხედეთ რას ვაკეთებ. ანუ პრობლემას რა ქმნიდა რა ართულებდა ამ ამოცანაში ამოხსნისას რომ B თან შეესაბამებოდა 7M-ს და თან შეესაბამებოდა 3M-ს, ხო? აი აქედან. და M და N განსხვავებული ცვლადებია და კიდე რაღაცა სპეციფიური მოპყრობა ჭირდება, ხო? ერთი მეორეთი უნდა განსაზღვრო და რაღაც უნდა ქნა. მაგრამ როდესაც ჩვენ ერთი და იგივე რიცხვამდე მივყავს, აი ავდექით და B-ს მივიყვანეთ 21-მდე, ეგან, ხო? და მეორეგანაც მივიყვანეთ 21-მდე. აქაც 21-მდე, აქაც 21-მდე მივიყვანეთ.
ეხლა რა გამოდის b თუ 21 ნაწილად იყოფა რა მნიშვნელობა აქვს ეს რაღაც აქეთ უფრო მარცხენა მაგალითში იქნება თუ მარჯვენა მაგალითში ის იქნება ერთი და იგივე კჯ 21 ხო ერთ მაგალითშიც ეს მნიშვნელობა მთელი მაგალითის განმავლობაში ხო არის ცვლილად ანუ ერთ ნაწილშიც პირობის იქნებოდა კჯ 21 თქვათ b იმიტომ რომ ხო ვიცი ჩვენ 621 რომ არის საუდულო b21 იყო შეიძლება შეკვეცის შედეგია და b იქნებოდა კჯ 21 და აქაც იგივე b 21 ნაწილად რო დაჭრი იგივე კას მიიღებდი ხო ანუ უკვე აქ ერთი და იგივე ცვლადის შემოტანის უფლება გაქვს და გამოდის რომ ნიშნელი თუ კაზე გააბრალო მაშინ რიცხვიც კაზე უნდა გააბრალო და აქაც რიცხვი თუ კაზე გააბრალო ნიშნიც კაზე უნდა გააბრალო შესაბამისად გამოდიოდა რომ a იყო 6 კასახის b იყო 21 კასახის და c იყო 28 კასახის ანუ ჩვენ მივაგენით ისეთ პროპორციულობის კოეფიციენტს რომელიც თაც იქნებოდა წარმოდგენილი a-ს b-ს c-ს და ამ კაზე შეიკვეცებოდა მეგობრებო და დარჩებოდა 21 6 21-თან და 28-თან. ხო შევეცადე რაც შეიძლება ფუნდამენტურად მომეყოლა აღწერა თქვენთვის ეს. მოდი ახლა გადავალ 45 ნომერზე. 45 ნომერი კლასიკური გამოსახვა ჩასმის სიტუაციაა. კი ბატონო, აქ ჩვენ ახლა პროპორციებს ვიყენებთ, მაგრამ აი პროპორციის ალბათ თვისება უნდა რეალიზდეს, რომ ჯვარედინი წევრების ნამრავლი ერთმანეთს უდრის. ანუ აქ ესენი ითხოვეთ, რომ y შეფარდებული x მინუს y-თან ვიპოვოთ, როცა ვიცით, რომ x პლუს y შეფარდებული y-თან უდრის 5-ს. ალბათ აქ უმჯობესი იქნება თუ ერთ ცვლადს გამოვხატავთ მეორეთი და ეგაა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება. აქ 5 ხო ერთი ეგულისხმება მნიშვნელში, ჯვარედინი წევრების ნამრავლი ერთმანეთის ტოლია. ანუ x plus y გამრავლდება x plus y დარჩება, y გამრავლდება 5-ზე 5y გახდება და x იქნება მეგობრებო იქნება 4y-ის ტოლი. ნუ ჩავსვამდით მე ამას, და გამოვიდოდა y შეფარდებული 4y მინუს y-თან, ეს არის y შეფარდებული 3y-თან და 1/13 გამოვიდა. ახლა სხვა მაგალითები, რომ ვთქვათ, რაიმე სხვა გამოწვევის წინაშე გვაყენებს გონი. იგივე უნდა გავაკეთოთ აქც, წარმოვიდგეთ 300-ს ქვეშ 100-ს, გამოსახავთ ერთ ცვლადს მეორეთი და ჩავსვამით მე აქ. ნუ მოდით მაინც გარკვეული მრავალფეროვნებისთვის მეოთხე გავაკეთოთ და უпростоრად მრავალფეროვნება არ გამოდის, ეს გამოდის კიდევ ერთი მსგავსი რომ ამოხსნათ აი ამისთვის რა გვჭირდება. აი ჩუხურებთ ახლა 100 არის ინფლაცია მოწოდებული და თუ რა განსხვავება იგივე ამ მაგალითებსგან. აქ პროპორციის თვისება უნდა გიხორციელებინა ჯვარედინი წევრების ნამრავლი რომ ერთმანეთს უდრის ეს უნდა გამოგეყენებინა, აქ პირდაპირ წერია. აქ ადგებოდით, გახსნიდით ჩხილს. იქნებოდა მეგობრებო 4m პლუს 12n პოლი 5m პლუს 10n-ის გამოსახავდით ერთ ცვლადს მეორეთი, მოდი n-ი გადმოვრავთ აქეთ 12n-ს გამოვაკოთ 10n არის 2n, 4 გადავიტანოთ აქეთ იქნებოდა m და ანუ გამოდის რომ m უდრის 2-ს და გადმოვწეროთ ახლა აგერა ამ მაგალითში ჩავსვათ m-ის მაგივრად, ანუ 0.5 2n m m-ის მურთაზის მაგივრად ვსვამთ აქ 2n-ს დამატებული 0.1 გამრავლებული 2n-ზე მე 5 2n-ს ვიღებთ და ვამატებთ n-ს. ასეთი ამბავი. თუ შევასრულებთ მოქმედებას 0.5 არის 1.n იქნება ეს არის 0.2n აქ იქნებოდა 10 პლუს 1 ანუ 11n ხო 11n ზემოთ არის
1.2n შეფარდებული 11n-თან და შესაბამისად შეიკვეცება მეგობრებო ესენი და რა გამოდის არ შევშლია უბრალოდ დავაკვირდები, იმიტომ რომ ახლა რომ უყურებ პასუხს 55-ის 4-ში ცოტა სხვა რამ წერია და მოდი გავავლებ უცებ თვალს რა ამერია ჩხილის გახსნა ხო არ შევშლია ან რამე. არა, 4-იანი, 12-იანი, გადმოტანა ხო არ შევშლია. 5-იანი, 10-იანი, აქ იქნება 2-იანი, აქ ემი და ემის მაგურად უნდა ჩავსვა 2-იანი, აბა ჩავსვა ხო არ შევშლია, ჩავსვა ნახოთ 0.5 გავრილებული 2-ზე. 0. ვაი, რა მექნია. აქ 0.1 ჯერ n იყო და 2-იანი რატო დავწერე? აი აქ დებოდა 1.1 დაიწერებოდა. საათი წერია ხო 0.1-იანი და ეს იქნებოდა 1.1-იანი. n-ები იკვეცება 1.1 რომ გავყოთ 11-ზე სიმე გადაჩოჩდება, ანუ უნდა გადაჩოჩება, აი იყოს შეგვიძლია ასე. 100-თან და შევკვეცოთ. ნუ გამოდის 1/10. კარგი, მოდი ახლა 56-ზე გადავიდეთ. სპირტისა და წყლის ხსნარში, ანუ გამოდის რომ რაღაც თქვა ჭურჭელში ერთად ჩასხულია სპირტი და წყალი. სპირტის მასა ისე შეეფარდება წყლის მასას, როგორც x-y-ს. ანუ დავწეროთ. სპირტი ისე შეეფარდება წყალს, როგორც x-y-ს. კი ბატონო. რამდენი სპირტია ამ ხსნარში თუ ხსნარის მასა 150 გრამის ტოლი. ანუ სულ ხსნარი მეგობრებო არის 150 გრამის ტოლი. და გეკითხებიან ჩვენ რამდენი სპირტია ხსნარში, ხო? ანუ სპირტის გრამაჟი უნდა გავიქოთ. ახლა რა თქმა უნდა მეგობრებო აქ ჩვენ ზუსტად არ ვიცით პროპორციები, ხო? ანუ რიცხვები ხო არ არის მოცემული x-ებია და ისიც არ ვიცით, ესე იგი 150 რა ნაწილებად იყოფა. და ამ x-ი და y-ით უნდა გამოვსახოთ იდეაში სპირტის მასა. ნუ ზოგიერთ უცებ რა შეიძლება მოვაფიქრდეს, რომ რადგანაც აქაც პროპორციულად დაყოფა, ახლა x-ი გამოყენებულია აღნიშნულად რიცხვის და კარო შემოვიტანოთ. კა იქნება თქვა პროპორციულობის კოეფიციენტი, ანუ ერთობლიობა როგორ მოხდებოდა, რა მოხდებოდა ეს პროპორციულობის კოეფიციენტი. შეგვიძლია ამბობთ, ერთობლიობა თუ დაიყოფოდა x ნაჭრად და y ნაჭრად, ანუ x + y ნაჭრად რა. ანუ სულ გვექნება, მეგობრებო, x + y ჯერ k ნაწილი არ გვექნება? ხო? ანუ სულ იქნებოდა ამდენი გრამი ხსნარი. ნუ თუ მაინც და მაინც მინდა რომ შემოვიტანოთ პროპორციულობის კოეფიციენტი. და შესაბამისად ახლა მეგობრებო ეს იქნებოდა 150-ის ტოლი, ხო? x + y ჯერ k გამოვიდოდა 150-ის ტოლი და აქედან k იქნებოდა 150 შეფარდებული x + y-თან. ხოლო რაც შეეხება სპირტს გვეკითხებოდა, ხო? რამდენი სპირტია ამ ხსნარში, ხო? სპირტი იქნებოდა მეგობრებო x-ი ცალი, ხო? x-ი ნაწილი, ხო? x-ი აღებული 150 ვაი ფუტიში ესე იგი სპირტი ხო არის x ჯერ k და ეს იქნებოდა x-ი გამრავლებული 150 შეფარდებული x + y. ნუ ასეთი იქნებოდა, ანუ 150x-ი შეფარდებული x + y. კი ბატონო,
შეგიძლიათ ასეც გააკეთოთ, მაგრამ რაღაცნაირად ხოლმე ასეთი გაკეთება ეხავსება ძალიან უშინაარსო დაზეპირებას. აი თუ თქვენ უბრალოდ თვალით აკეთებთ და არ ისაუბრებთ პირობას და თუ პირობასთან დიალოგს გამართავდით, კარგად დაალაგდებოდა და დაჯდებოდა ბევრი. აი მაგალითად რა გახსოვდეთ რა პროპორციულ ნაწილებად იყოფა, ხო? აი სინამდვილეში მთელი ერთობლიობა ამათ ჯამად იყოფა, ხო? ანუ სულ მთელი რაღაც განაწილდებოდა x + y-j, ხო, x + y-z. ეს იქნებოდა ერთი ნაწილის ზომა და ეს უნდა აგეღო რამდენი, რადგანაც პირველს ერგო x-იც არის, ანუ x-ზე გამრავლდებოდა. აი ეგეთი თემა იქნებოდა და სულ რადგანაც არის 150 გრამი, ანუ ესე დავწერდით და პასუხი იქნებოდა 30 სპირტი გვექნებოდა ამდენი გრამი. მედია გაიგეთ რაც მოყვებით ახლა ოქროები, ამის შეგაშფოთოთ, ну, ესეთი ამათზე პირობების ვფიქრება სულ სხვადასხვანაირად შეიძლება, სხვადასხვა ბრუნვაში შეიძლება ჩავშვათ ერთგვარად რა კონკრეტული პირობები, რასაც გვეკითხებიან ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში ის ცნობილი იყოს, ან მე ორივე ცნობილი იყოს, რასაც გვეკითხებოდი და რაც ვიცოდით ორივე შემთხვევაში, მაგრამ სულ სხვა მესამე ტიპის კითხვა შემოვარდეს. აქ მეგობრებო, ავტორს სიტუაციის მოფიქრების ფართო არჩევანი აქვს რა. და არც უნდა გაგვიკვირდეს ეგ მოვლენა. შესაბამისად, ერთი კონკრეტული რაღაცა ამოხსნის მუღამის დამახსოვრება არ იგების რა. და უნდა ვესაუბროთ პირობას, რა მოუხდება, რა დაჭირდება, რა უფრო რელევანტური იქნება მოცემულ სიტუაციაში. კარგი. აღარ შეგაწყეთ ახლა პირობაზე და მოდით დავაწყავშლი ახლა მე აქ და გადავიდეთ 6:47-ზე. რა სიტყვის ახლა აქ ავტორი. აბა მოდი დავაკვირდეთ. სოფლის მიწების 3/5 სახნავადაა გამოყენებული. კი ბატონო. მარცვლეულის სახნავი მიწების 3/4 უჭირავს. რამდენი ჰექტარი მიწა აქვს სოფელს თუ მარცვლეული 1080 ჰექტარზეა დათესილი? ახლა პირობა უნდა დავალაგოთ რა. პირველ რიგში უნდა შევნიშნოთ, რომ მარტო მარცვლეული არ თესავენ, ხო? აი ნახეთ როგორ არის მიწების 3/5 იხმნება. ანუ ყველა მიწა არ იხმნება. ანუ რაღაცნაირი რანჟირება, რაღაცნაირი დაჯგუფება და მოდი მაშინ აქ უნდა უკვე გამოკვეთილიყო ის მომენტი, რომ ერთგვარი უნივერსალური სიბრალე რაღაცა სულ ყველაფერს მიწა ქვია. მაშინ ასე ვთქვათ, სულ მიწა და მე ძალიან მიოლდება, მეგობრებო, მიმარტივდება პირობის წაკითხვის მსვლელობაში თუ შემოგაქვს ცვლადები და პირობას თვითონ ვიგებ ვაანალიზებ უკვე ამ ცვლადების გამოყენებით რა. ამიტომ დამჭირდება, არ დამჭირდება, თუ არ დამჭირდება, მე ავდგებით და შევასვაფერებ ოპტიმიზაციას გავუკეთებ, ამოხსნის პროცესს სხვანაირად გავაგრძელებ და ახლა მოდი ავღნიშნავ სულ მიწას x ჰექტარით. მიწების 3/5 სახნავადა, ანუ სახნავი მიწები მაშინ იქნებოდა 3/5 ხო? ამდენი ჰექტარი. მარცვლეულს სახნავი მიწების 3/4 უჭირავს. აჰა, ესე იგი მარცვლეული იქნება ამ 3/5x-ის 3/4. ოკეი, კი ბატონო, ეგ რამდენი გამოდის? 9/20 ჰექტარი. რამდენი ჰექტარი მიწა აქვს სოფელს თუ მარცვლეული 1080 ჰექტარზეა დარგული? ხო, აქ x-ი დავაწყდა. და ჩვენ ვიცით, რომ აი ეს მარცვლეული იმავდროულად, აი ეგრით, ეგ არის 9/20x არის 1080 ჰექტარი. მოვუხსნათ მაშინ გადოლება ხო? 9/20 უდრის 1080, 20 გადავა გავრავებით, 9 გადავა გაყოფით, ანუ 9 და 1080 იკვეცება, ეს იქნება 120 მეგობრებო
და x-ი გამოდის ახლა მოდი არ შეგუშალოს აქ გამრავლებაში 2400 ჰექტარი გამოგვივიდა მეგობრებო. საკმაოდ დიდი მიწა ყოფილა. რამდენი ჰექტარი მიწა აქვს სოფელსო და ზუსტად ამას გვეკითხებოდნენ. და ახლა ისე გამოგვივიდა რომ რასაც გვეკითხებოდნენ ის აღვნიშნეთ x-ი. თუმცა ეგეც კი მოხსოვებათ რომ სავალდებულო არ არის. ან გავაგზავნოთ აბა 48 ამოცანა დიახ ცოტა შემდი გავზარდოთ 58 ფირმაში მომუშავე 15-მა ქალმა იცის ინგლისური ენა. კი ბატონო. რაც ფირმაში მომუშავე ქალების K%-ია. მეგობრებო, მე ზოგადად ვცდილობ ერთ ტიპ ამოცანებში, რა ქვეტიპებიც აქვს, ყველა გავაკეთო ხოლმე ერთი მეთოდით, რომ რამდენი მაგალითიც გვინდა და რამდენი დროც გვინდა ხოლმე დაუთმოთ კონკრეტულ საკითხს, არ არის ამის ფუფუნება და ხშირად გვიწევს გარკვეული რაოდენობის მაგალითებით შემოფარგლა და შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს კონკრეტული მეთოდის კარგად თავში გასაჯდობად და ამიტომ მე პირადად ვცდილობ კონკრეტული ერთი ხერხი განმოვითარო, რაც უნივერსალური ხასიათისაა და სხვადასხვა სტილს, როცა ერთი და იგივე ხერხით აკეთებ, ქვეტიპებს ერთი ტიპის სხვადასხვა ქვეტიპს ერთი და იგივე მეთოდით რომ აკეთებ, უკვე ეს კარგად ნირთდება თავში. და საწუხაროდ აქ ერთგვარი სილამაზე იკარგება და არ ვახერხებთ რომ ეგ განსხვავებული ტონის შემოვიტანოთ, ვაჩვენოთ რომ ერთი და იგივე ამოცანა სულ სხვადასხვანაირად შეიძლება გადაიჭრას. ზოგჯერ ვახერხებთ, მაგრამ უფრო იშვიათად ვიდრე ხშირად. მაგრამ ახლა ალბათ აქ ზედმეტნაირგვარობაში არ ჩავმართვეთ, თუ ვიტყვი რომ აი იგივე რასაც ჩვენ ახლა განტოლებით ვაკეთებდით სვლადის შემოტანით x-ის შემოტანით შეიძლება პროპორციითაც გადაწყდეს და გაკეთდეს. აი მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში როგორ ჩვენ ვიცით რომ როდესაც პროცენტებზე ვსაუბრობ მთელი რაოდენობა ითვლება 100%-ად, ხო? აი როდესაც ვამბობთ რომ ფირმაში მომუშავე 15 ქალი, რომელმაც იცის ინგლისური ენა, ქალების ზოგადად ქალების K%-ია, მაშინ რა გამოდის? აი ქალების შემთხვევაში ქალების გამოდის რომ შეგიძლიათ ასე დაწეროთ 15 არის K% და 100% ბოდიში 100% რამდენი ქალია ხო ის x და პროპორცია აქ უკვე როგორი სიტუაცია კიდევ პროპორცია რაც უფრო დიდ ნაწილს იღებ უფრო დიდი რიცხვი იქნება ხო ამისი შესაბამისი და დაწერდით ჯვარედინად x ჯერ k უდრის 15 ჯერ 100 და x უდრის 15 მიასედ 100 ეს არის სულ ქალები მაგრამ არ დაგვაუწყდეს რომ მე უკვე გვეკითხებიან სულ რამდენი თანამშრომელია თუ უკვე კაცები ფირმის M%-ია. ახლა ნახეთ. სულ ფირმაში თუ კაცები არის M%. ქალები ხო იქნება ქალები 100 მინუს M%. კი, იქნება აქიდა ჯერ პროცენტის ჯანი ერთხელაც შემოვიფარდებით. ასე. კი, არის. ანუ ხო შეგვიძლია მეგობრებო ახლა ნახეთ სიტუაცია სულ ქალი რამდენი იყო აგერ არ ქონდა გამოსახული და მეორენაირად რა ვიცით ჩვენ რომ 100 მინუს M%-ია სულ ქალი და აქაც პროპორცია რომ დაგვეწერა. ანუ 15 ჯერ 100 შეფარდებული კასთან შესაბამება 100 მინუს M%-ს და სულ თანამშრომელი, ანუ რამდენი შეესაბამება 100%-ს ასეთი
სიტუაცია. აკაჭო არებინათ გავაკეთებით, ახ გადავამრავლებით. ისე დიდი რიცხვი გავაკეთეს, ხო? და პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რას უდრის, პირდაპირ პროპორცია ახაც, ხო, რაც უფრო დიდი პროცენტი იქნება რიცხვის შესაბამისი, მით უფრო მეტი ხალხი მოგროვდება და რას უდრის კონკრეტული რიცხვი. ასეთი ფრაზაც გვაქვს, რომ მისი არამეწვილეების ნამრავლი, ანუ მისი არაჯვარი ნადგომი წევრების ნამრავლი, ესე იგი 15 ჯერ 100 შეფარდებული k-სთან გამრავლებული 100-ზე, უნდა შევაფარდო ვის არამეწვილესთან, ხო, 100 შეფარდებული m-თან და ნუ ქვემოთ ჩამოახალ მიშველია 100 მინუს m იქნება და მრიცხველში იქნებოდა მეგობრებო 1500 და კიდევ 2 ტოლი. ანუ 15000 გამოვიდა. შეგვიძლია ესეც და ასეც არის. პროპორციით. ხო, პასუხებს ეთქვა, ასეც არის. x კი არა, m უნდა დამეწერა. მოდი ახლა სხვანაირად როგორ შეიძლება დავამოცანის ამას. თქვენ სულ რასაც გეკითხებია, სულ არის x-ით დავშოვე. კი ბატონო. აქედან ჩვენ რა ვიცით, ახლა ბოლოდან მოვყვებით ფაქტობრივად, კაცები არის m%, ხო? არის. მაშინ ქალები რა იქნებოდა? ქალები იქნება x-ის 100 მინუს 1%, ხო? ესე იგი ეს იქნება x-ი გამრავლებული 100 მისევი შეფარდებული 100-თან. ამდენი იქნება ქალების უკვე რაოდენობა, ამდენი ქალი იქნება. მაგრამ მე ხო ვიცი რომ აი ამ ქალების პროცენტი, ანუ ქალების პროცენტი უკრავს რა. აკი პროცენტი ხო? ოდიში რა. მოდის ეს გადასწორებები და შესაბამისად რო დავთვალოთ ახლა ქალები ხო ვიცით აგერ არის ქალები და ანუ x-ი გამრავლებული ასვინუსები შეფარდებულასთან გამრავლებული k%-ზე, ხო? ანუ k-ზე ეს უდრის 15-ს. აქედან ჩვენ რა გვინდა? ჩვენ ხო გვინდა x-ი და რა იქნებოდა? k იქნებოდა 15 ჯერ 10000 შეფარდებული k ჯერ 100 მინუს m-თან. ნუ არ ვიცი თქვენ როგორ გადაწყვეტთ ამის ამბავს და აი თავიდან რომ ამოცანა დავგეგმით და არ დაგიგეგმავს უბრალოდ წავყევით და შემოვიტანეთ პროპორცია თუ აი ახლა როგორც გავაკეთეთ რაღაცა უფრო კლასიკურად ნაბიჯ მთელი აღნიშნე მე მისი ნაწილი და მიხვალ ვიც გჭირდებოდა იმასთან. ალბათ მოდი ვნახოთ ახლა 59 ამოცანა. ჯგუფში 2/3 არის გოგონები. გოგონების 5/5 ნაწილმა მიიღო შეფასება ფრიადი და რამდენმა გოგონა მიიღო ფრიადი თუ ჯგუფში არის 27 სტუდენტი. და ეგ ბოლოდან წამოყოლით გავაკეთოთ. ახლა ბოლოში წერია მთელი რაოდენობა და მიტოდა. სულ ხო არის 27. ესე იგი გოგონების 5/6 ნაწილმა მიიღო შეფასება ფრიადი. გოგონების ჯგუფში 2/3 გოგონა, ანუ გოგონა რამდენი ყოფილა? გოგონა ყოფილა 27-ის 2/3. მერე გოგონების 5/6 იღებს ფრიადს, ანუ ფრიადი გოგონებში არის 18-ის 5/6. აი ასე. და იქნებოდა უფრო ვიფეცებას 15. კი ბატონო, ასე არის.
მოდი ახლა ნახოთ მე-60-ზე. მათი რიცხვი 6-ჯერ აღემატება მეორე რიცხვს. მათი სხვაობა მათივე ჯამის რა ნაწილს შეადგენს. ნუ ასეთი ამოცანები, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, საზეპიროა. მაგრამ ახლა შეიძლება ვინმესთვის გარკვეული დისკომფორტის მომტანი იყოს, რაღაცა პრობლემებთან ასოცირდებოდეს და მე გირჩევთ, რომ საერთოდ ჩანაწერით იხელმძღვანელოთ, გააკეთეთ თქვენ ჩანაწერი, ფურცელზე გადაიტანეთ ყველაფერი და პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი მოგვარდება და ასეთი ამოცანება უნდა გამოიყენოთ ჩანაწერის დასახვეწად. აი, ერთი რიცხვი 6-ჯერ აღემატება მეორე რიცხვს. აიხე, პირველი რიცხვი, მეორე რიცხვი. ხო? მოდი აღვნიშნოთ ახლა იმასაც ვამბობთ ხოლმე, რომ ცვლადების შემოტანა ერთგვარად იმის გაზარმაცებასაც უწყობთ ხელს. ანუ გამოდის, რომ ამარტივებს პროცესის აღქმას, პირობის სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირებას და მოდი შემოვიდავნოთ ახლა ცვლად. ერთი შეგიძლიათ ორივე აღნიშნოთ, ერთი x-ით მეორე y-ით, რაც თქვენ გაგეხარდებათ, რითაც თქვენ გაგეხარდებათ. მანდა ერთი აღნიშნოთ x და რადგანაც ერთმანეთს შორის კავშირი ვიცით, მეორე ისე აღნიშნოთ და ნუ რომელი აჯობებს ხოლმე. მე გირჩევთ პატარა რიცხვი აღნიშნოთ. ერთი რიცხვი 6-ჯერ აღემატება მეორეს. აი, მეორე იყოს x, პირველი იქნება 6x. პირიქით ვარ იყო ნიშნა რა გასაკუთრებით გართულდებოდა. მათი სხვაობა მათივე ჯამის რა ნაწილია. ანუ ჩვენ ახლა ორი მოქმედი პირი შემოგვიმართა. სხვაობა რამდენი იქნება? ეგ იქნება 5x, ხო? 6x გამოკლებული x. ჯამი რამდენი იქნება? ჯამი იქნება 7x. და ჩვენ რა ვიცით, როდესაც რიცხვის ნაწილის პოვნა გვინდა, ხო? რაც გვევლინება მთელი სროლში. ანუ რასთანაც ხდება შედარება. ის უნდა წავიდეს მნიშვნელში. ანუ მის ნაწილს ვთხოვენ და აბსოლუტურად ეს მარტივად თვალით რომ დავამახსოვროთ, ნათესაოდ ბრუნვაში რაც იქნება, ანუ ის ნაწილაკი არის იქ, რომელიც იქნება, ის მეგობრებო წავა ნიშნულში, ესე იგი 7x, ხოლო რიცხვში იქნება 5x. და შესაბამისად, პასუხი, ანუ ჯამის რა ნაწილია სხვაობა, 5 შეგვეცევდა x, ხო? 5 მე-7 მეგობრებო. მოდი ვნახოთ შევამოწმოთ რამდენად სრულად გავაკეთეთ, დიახ, სწორია. მოდი ვნახოთ ახლა 71-ე ნომერი. რამდენ დღეში შეასრულებს 10 მუშა მთელ სამუშაოს. აბა, მოდი ვნახოთ ახლა ეს ამოცანა რას გვირდება. სამი სხვადასხვა გაგრძელება აქვს და მოდი სამივე ამოვხსნათ მეგობრებო. ხო. ასეთი ამოცანები შეიძლება სხვადასხვა გზით ამოვხსნათ. აი მაგალითად სკოლაში დამკვიდრებული მიდგომა არის გავარკვიოთ ხოლმე დროის ერთეულში ერთი შემსრულებელი რას აკეთებს. აქ პრინციპში ეგ ამას გვეკითხებიან ზუსტად აქ, ხო? ანუ რამდენ დღეში შეასრულებს 10 მუშა მთელ სამუშაოს თუ. და პირველი ინფორმაცია რა არის? ერთი მუშა ერთ დღეში ასრულებს მთელი სამუშაოს 4%-ს, ანუ 4% სამუშა. ნუ ასე არის ინფორმაცია. ნუ ლოგიკა ის არის, რომ შედეგზე, ანუ ჩვენ შემთხვევაში ახლა სამუშაოზე, გავლენას ახდენს როგორც მუშების რაოდენობა, ისე ნამუშევარი დრო და შესაბამისად მუშებს და დროს ერთად ვალაგებთ, ეს მიზეზი რაც არის წინაპირობა და შედეგს ცალკე ვწერთ. ახლა თუ აქ ცოტა არებთ თანმიმდევრობას, გააჩნია რა მეთოდს იყენებთ, რიგ შემთხვევებში ეგ პრობლემას არ არის. ახლა კითხვა რა არის? რამდენ დღეში, ანუ არ ვიცით აქ, რამდენ დღეში შეასრულებს 10 მუშა, აი 10 მუშა, აი ასე. მთელი სამუშაო რამდენია მეგობრებო? ეს არის 100%, ხო? 100%. კარგი.
და 100% სამუშაო. ახლა როგორ ვაკეთებთ ხოლმე ამას ჩვენ სკოლაში? ხო და ასოლებელზე კიდებული შემთხვევაში, მაგრამ ასეთი უფრო ხშირი ნდობა არის ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ვფიქრობ აზროვნების განვითარებას ერთგვარად უწყობს ხელს, მაგრამ როცა უკვე გამოცდაზე გვინდა გავიდეთ და რაღაცა დროის პრობლემაც არის, შესაძლოა მსგავსი მიდგომა კონკრეტულ სიტუაციაში ცოტა დროტევადი იყოს და მე სხვა მიდგომასაც შემოგთავაზებთ. რას ვაკეთებთ ხოლმე? როგორც ხედავთ, ჩვენ გასარკვევი გვაქვს 10 მუშა, რას გააკეთებდა, ხო? და მოდი გავარკვიოთ ახლა ერთი დღე რომ მომუშავა 10 მუშას, რას იზამთ? ანუ დინამიკა ისეთი გქონდეს, რომ ნელ-ნელა მივიდეთ აი ქვემოთ მოცემულ კომპონენტებამდე. ახლა კითხვის ნიშანი არ ვიცით რა არის და მაგამდე ვერ მივალთ, ხო? მაგრამ მოდი ჯერ მუშა გავზარდოთ 10 მუშამდე, მერე სამუშაო გავზარდოთ 100%-მდე. 10 მუშა რას იზამდა? 10 მუშა ცხადია მეგობრებო, იგივე ერთ დღეში რას იზამდა? გააკეთებდა 10-ჯერ მეტს, ხო? კი ბატონო, 4% გამრავლებული 10-ზე. ეს იქნება 40% სამუშაოს. კი ბატონო, სამუშაო. ახლა რა გჭირდება? ახლა გჭირდება გადასვლა რაზე? თქვათ, მოდი x დღე არის. ისე ხო? და აი ეს ვერტი უნდა იყოს და იგივე 10 მუშა უკვე ახლა დღეების რაოდენობა რომ გავზარდო 5-ჯერ რო გამეზარდა დღეების რაოდენობა, ანუ 5-ჯერ მეტი საქმე გაკეთდებოდა, ხო? მანამდე ვიდრე კეთდებოდა. და ახლა მოდი x-ჯერ გავზარდ, ხო? x დღეში რას გააკეთებდა? ანუ x-ჯერ მეც ხო გააკეთებდა და რა უნდა გამრავლდეს x-ზე? 40%, ხო? ანუ 40-ჯერ x-ი სამუშაო გაკეთდებოდა. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში რა უნდა იყოს? 40-ჯერ x-ი. ეს ხო უნდა იყოს 100%. ანუ x-ი გამოვა 100 გაყოფილი 40-ზე, ეს შეიკვეცება და 2.5 გამოდის მეგობრებო. ანუ პასუხი იქნებოდა 2.5 დღე. ნუ რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი მეთოდია, კარგი საშუალებაა, მაგრამ მე მექნება თქვენთან ერთი შემოთავაზება, მეგობრებო. არის ერთგვარი პატარა შაბლონი, რომელიც ისეთ ამოცანებს პროპორციებზე, სადაც 3 მოვლენა ჩართული პროცესში, ამ შემთხვევაში 3 მოვლენა არის მუშა, დრო და სამუშაო. ან მაგალითად შეიძლება იყოს სიჩქარე, დრო, მანძილი, ან კიდევ მაგალითად იყოს ფასი, რაოდენობა, შემოსავალი, ну, ბევრი სამკომპონენტიანი რაღაც მომენტი შეიძლება მოვიფიქროთ, ან შეიძლება მეტიც, ანუ კონკრეტული პროცესის რომ აღწერეს იქ 4 ფაქტორი მოქმედებდა ერთმანეთთან, შეიძლება 5-იც. მე ამას ვძახი ერთგვარად თულ პროპორციას, იმიტომ რომ პროპორცია სტანდარტულად რომ ვიხილავთ, იქ პროპორციას ორი კომპონენტის ურთიერთქმედებაა და როცა უფრო მეტი კომპონენტი ურთიერთქმედებს, მოდი ჩვენ შინაურად დავარქვათ მას რთული პროპორცია და არის ერთგვარი შაბლონი, ერთგვარი უღამი რა. თქვენ რომ ცალკე აქეთ დაწეროთ მიზეზები. მიზეზები. აქეთ რა რინიც იქნება, რა აქვს მნიშვნელობა და აქეთ დაწეროთ შედეგები. შედეგები. ну, რამდენიც იქნება. ჩვენ შემთხვევაში მიზეზი 2-ია, შემსრულებელი დრო და შედეგი 1-ია. ну, საქმე სამუშაო, ხო? საქმის დავალვა. ყოველთვის მათ შორის არის პირდაპირ პროპორციული კავშირი. ყოველთვის. რაც უფრო გაიზრდება მიზეზები, ფაქტორები, ხო? ну, მიზეზ ფაქტორები, მით უფრო გაიზრდება შედეგები. ანუ მათი ერთობლივი მოქმედება თუ გაიზრდება, შეიძლება შემსრულებლების რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ დრო ისე გაიზარდოს, მეგობრებო, რომ გადაფაროს შემსრულებელთა რიცხვის კლება. მაშინ საქმე გაიზრდება. თუ მათი ერთობლივი მოქმედება შემცირდება, მაშინ უფრო ნაკლები საქმეს გაკეთდება.
ანუ ყოველთვის ამ ორ ბლოკს შორის არის მეგობრებო პირდაპირ პროპორციული კავშირი. ყოველთვის. ძალიან კარგი. მაშინ ახლა გავყვეთ და დავალაგოთ კონკრეტული კომპონენტები, რა ვიცით, აბა. რასაც ვაკვირდებით ახლა აქ. მოდი ამას წავშლი. ძალიან ხშირად, რადგანაც რთული პროპორცია ჩვენთან რომ მოდის ხოლმე სამ მოვლენას აურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, სამ კომპონენტიანი გამოდის, ამიტომ მეც პირდაპირ წევ ხოლმე ამ სამ კომპონენტს და როგორც წესი არის ვიღაც ვინც აკეთებს საქმეს, შეიძლება ქათმები დებენ კვერცხებს რაღაცა დროში, ხო? შემსრულებლები საქმის არიან ქათმები, ხო? შემსრულებელი დრო და საქმე. ასე ჩვენ შემთხვევაში აი პირობა რა იყო? იგივე პირველი ამოცანა რომ გავაკეთოთ, ხო? ეს იყო რამდენ დღეში ასრულებს 10 მუშა მთელ საქმეს. აი ნახეთ, შემსრულებელი არის 10 მუშა, დრო არის, გვეკითხებიან რამდენი დღე და საქმე არის 100%. კი ბატონო, და ამათი ნამრავი შეესაბამება საქმეს. ყოველთვის საქმე ცალკე იყოს და შემსრულებლებს და დროის ურთიერთქმედება ერთად. ახლა ჯერ დროს გაწეთ და მე შემსრულებელს ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მეგობრებო, საქმე ცალკე უნდა იყოს. ახლა კითხვა რა არის? უпроსტად ეს კითხვა იყო და ინფორმაცია რა არის? ერთი მუშა ერთ დღეში ასრულებს 20%-ს. ერთი მუშა ერთ დღეში 20%-ს. და ყოველთვის პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულება, ანუ ამათი ურთიერთქმედება შეესაბამება ესე ჯვარედიდან ერთმანეთს რა. ანუ 10 ჯერ x ჯერ 4 ტოლი იქნება 1 ჯერ 1 ჯერ 100%-ის და 4x გამოდის 100-ის ტოლი და x გამოდის მეგობრებო 25. ბოდიში არ შემეშალოს. შემეშალა აქ 40 იქნებოდა ეს. 40 იქნებოდა და 100 გაიყოფოდა 40 და 2.5 გამოვა. მე მგონია რომ რაღაც უფრო ცოტა ჩანაწერი დაჭირდა თუ არა, მაგრამ იმდენად ხშირად არის ხოლმე მსგავსი კონსტრუქცია საჭირო, ჯობს ალბათ ეს დაიმახსოვროთ ასე. ეგ ძალიან მაგარია პირველ შემთხვევაში რაც მოვიყენეთ. იქნება მთელი რიგი შემთხვევები, მაგალითად, როცა ორი სხვადასხვა ტიპის შემსრულებელი გადაწყვეტ სამუშაოს ერთდროულად გაკეთებას, იქ ძალიან მაგარი იქნება მუღამია, რომ ჩვენ გავარკვიოთ დროის ერთეულში რას აკეთებს თითოეული შემსრულებელი. მაგრამ როცა ერთი და იგივე ტიპის შემსრულებლები არიან და იცი რომ რაღაც სიტუაციაში ეს გააკეთეს და სხვა სიტუაციაში რას გააკეთებენ გვეკითხებიან, აი ეს არის ჩემი აზრით მაგარი სქემა. მოდი რას ვისაუბრე, ვიცი? აქვე ახლა მეორე შეხედეთ ამას წავშლი ახლა და ძალიან მარტივად დაუწყლდება მეორე პირობა ამას. მეორე პირობა რას გვეუბნებოდა? მოდი ეს ავდალოთ პირველი პირობა. ისევ კითხვა არის 10 მუშა რამდენ დროში გააკეთებს 100%-ს თუ ერთი მუშა 6 დღეში ასრულებს მთელი სამუშაოს 20%-ს. ანუ რაო? ერთი მუშა 6 დღეში 4%. აჰა, იგივე მეგობრებო, იგივე. აქაც 10 ჯერ x ჯერ 4, 10 ჯერ x ჯერ 4 ტოლი იქნება 1 ჯერ 6 ჯერ 100-ის. აქ 40x გაიყოფოდა უпроსტად 40x არის 600 და შესაბამისად 15 გამოვიდოდა 15 მუშა იქნებოდა საჭირო მეორე შემთხვევაში. იგივეს გააკეთებდით მეგობრებო 5 მუშა 6 დღეში, აი ჩასვამთ აქ. ახლა ავტორმა რაკნა თქვენურად აქვს დალაგებული აქ. ჯერ ერთი მუშა ერთ დღეში რას აკეთებდა, იქედან გამომდინარე დაგვათვლებინა. მე მუშების რაოდენობა დატოვა იგივე მეორეში და დღეები გაზრდა. მე უცებ ახლა ადგა და მუშების რაოდენობასაც ზრდის. მაგრამ თუ ამ გზით აკეთებთ, პრინციპული კი არის, საერთოდ არანაირი განსხვავება არ აქვს მაგ დინამიკებს და ერთნაირად კეთდება სამივე სიტუაცია. კარგი, იმედი ეს წაგაკეთებთ.
უკვე ნახოთ 62 ამოცანა ახლა რას თავაზობს. პირველი A რიცხვი არის B რიცხვის 25%. მოდი ჩავინიშნოთ ესე იგი A უდრის B გამრავლებული 25 მიასეცე. რო ეგ არის უბრალოდ, ახლა ჩვენ ჩავინიშნეთ რა მოგვიყვა ამოცანა. კითხვა. A რიცხვის რამდენი პროცენტია B რიცხვი? როგორ ვარკვევთ ამას, მეგობრები? საერთოდ ერთი პატარა დათქმა გქონდეს, აი რა მიდის ნიშნულში. ნიშნულში. ესეთი რაღაც დათქმა რომ გქონდეს ოქროები და იდეაში ნიშნულში ყოველთვის მიდის ყოველთვის ცოტა ესეთი ტექნიკური რაღაც მომენტია, შეიძლება ახლა თლად შინაარსი არ იკვეთებოდეს, მაგრამ თუ ნავარჯიშები ხართ პროცენტებზე ერთგვარი პატარა თეორია, მონახაზი გაქვთ, მონასმენი, მაშინ მივხვდებით რაზე ვსაუბრობ. აი სხვადასხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტის დროს პროცენტი ხო ფარდობითი მოვლენაა და გჭირდება მივხვდეთ და უკვირდეთ ნიშნულში რა არის დასაწერი და ამ შემთხვევაში ახლა და ყველა შემთხვევაში ყოველთვის მეგობრებო, ყოველთვის იწერება ის, რაც გვევლინება თელის როლში. გვევლინება თელის როლში. ანუ 100%-ის როლში რა. ძირითადად კი რა გვევლინება? სადაც ამის სიტუაცია მეტი კი არა. ის რისი ნაწილის დათვლაც ხდება. ის რისი ნაწილის დათვლაც ხდება, მეგობრებო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ის ნაწილაკიანი ბოლოსართიანი სიტყვა მაგალითად 20-ის რამდენი პროცენტია, ის რისი პროცენტის დათვლაც ხდება ჩვენ შემთხვევაში, ხო? პროცენტის დათვლაც ხდება. მაგალითად A რიცხვი B რიცხვის რამდენი პროცენტია? B მიდის ნიშნულში და აქაც აი ნახეთ A რიცხვი რამდენი პროცენტია B რიცხვის. B წავიდოთ ამ ნიშნულში, აიქნებოდა ამ რიცხვში და ეს ხო ნაწილიც ასე ითვლება და ნაწილი პროცენტში რომ გადავყავოთ 100%-ზე ვამრავლებთ. ანუ ფაქტობრივად ჯერ პოულობთ A რიცხვი B რიცხვის რა ნაწილია და მე ვამრავლებთ 100%-ზე. ის რასთანაც ხდება შედარება. ანუ ამ შემთხვევაში ზე ნაწილაკიანი რიცხვები. აი მაგალითად 5-6-ზე რამდენი პროცენტით მეტია, ხო? ნაკლებია 5-6-ზე. ნიშნულში მიდის 6, ან ახალ რიცხვებში სხვაობა მიდის აქ, შეგიძლიათ ასეც გააკეთოთ, მაგრამ ნიშნულში მიდის რასთანაც ხდება შედარება. იმიტომ კი არ მიდის 6 ან ნიშნულში რომ ეს დიდი რიცხვი, ანუ თელის როლში იმიტომ კი არ გვევლინება. კარგი. და ბოლო აი როცა ცვლილებები ხდება, საწყისი მდგომარეობა. საწყისი მდგომარეობა. აი მაგალითად იყო რაღაცა 10 თეთრი, გახდა 12 თეთრი, რამდენი პროცენტით გაიზარდა? 10 მიწავა ნიშნულში, იმიტომ რომ როცა გეკითხებია რამდენი პროცენტით გაიზარდა, ანუ ასეთი სიტუაცია იქნება. საწყისი მდგომარეობა ითვლება ყოველთვის 100%-ად, იმიტომ მისი გარდაქმნა ხდება, ანუ იგულისხმება, რომ მისი რაღაც ნაწილით უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს, რომ ახალი მნიშვნელობა მივიღოთ. აი ეგაა და ეგ გქონია, რომ ეგ რჩევა ალბათ აკრინას მონასწრელი იქნებოდათ, მაგრამ თუ მიგავიწყდათ, ან ასე დაჯგუფებული არ ქონდათ ეს ინფორმაცია, შეიძლება გამოიყენოთ. და უბრალოდ ახლა ეგ იყო კითხვა, მაგრამ რადგანაც ახლა ორსვლადიანი გამოსახულებები ნაკლებ ოპტიმალურია, შევიტანოთ ცვლილება. ეს ხო 1/4 იყო, აქ ალბათ აჯობებს აი B გამოვსახოთ საშუალებით, ანუ 4 გადავიდოთ და გამრავლებთ აქეთ, ანუ იქნებოდა 4 აუდრის B-ს და შესაბამისად B-ს მაგივრად ჩავსვამდით 400-ას.
შეიკეცებოდა და გამოვიდა 25%. ანუ არიცხვი ბერიცხვის 25%-ია. ზოგადად. ბოდიში. აქ მე მაგალითს რო გიყვებოდით, ბერიცხვის მე თვითონ თქვი და მე რო გავყევი. აქ თხოვე სულს. ჩვენ სწორი გამოთვალეთ, რა თქმა უნდა მე დავს, მაგრამ ამოცანა რას მეკითხება, ნახეთ, არიცხვის რამდენი პროცენტია. შესაბამისად, აქ პრინციპში იცაა. სულაც წამიკითხე პირობა. როგორ იქნებოდა მაშინ? არიცხვის, ანუ ა წავიდოდა მნიშვნელში, ბ იქნებოდა რიცხვში და ბერიცხვი არიცხვის რა ნაწილია, ასე ჩაიწერებოდა, გამრავლდებოდა ასე და შესაბამისად ასე მივიღებდით პასუხს 400. ანუ მოდი აბა ნახოთ ახლა 62-ის მეორე რას გვეუბნება? არიცხვი ბერიცხვზე სამჯერ ნაკლები, ანუ ა რომ მივიღოთ არის ხო, არის b-ზე სამჯერ ნაკლები, ანუ b უნდა გაყოთ 3-ს. მოდი აქაც ლამაზად ახასი წილადით ჩაწერა, არ მიყვარს ხოლმე და ანუ b გამოდის 3/100, ხო? არიცხვის რამდენი პროცენტია ბერიცხვი? აი აქაც მოდი ახლა არის შემეულოს კიდევ წაკითხვა. ის ნაწილაკი რას აქვს არიცხვს, ხო? ნიშნელში წავა a, რიცხვში იქნება b. გავამრავლოთ ასე. ნუ შესაბამისად b-ს მაგურად ჩავსვამდით 300. a-ები შეიკვეცებოდნენ და პასუხი იქნებოდა 300. აბა მოდახოთ მესამეც რას გვთავაზობს. არიცხვი ბერიცხვზე 20%-ით მეტია. აი ეგ საინტერესოა ხა როგორ ჩავწერთ. თუ იმედია ახლა ხვდებით რომ თუ მე რაღაცას ვსვდი 20%-ით, ის 120% ხდება საწყისი მდგომარეობის, ხო? და გამოდის რომ ბერიცხვზე მეტი თუა 20%-ით. ესე იგი ბერიცხვის რომ დამეჭრა მე 100 ნაწილად, აგერ არის b და ეს რომ დამეჭრა დაწილებად, ასე დაწილებად რომ დამეჭრა, მისი 20% კიდევ დამემატებინა, ასე ეს 20%, ანუ სულ 100%-ია b და ამაზე 20%-ით მეტობა ნიშნავს, რომ კიდე რომ დაემატება ამას 20%, აი ეს ხდება a. ანუ ფაქტობრივად a არის b-ს 120%. რამდენი პროცენტითაა ნაკლები ბერიცხვი არიცხვზე? ეგ კარგია, მეგობრებო, ახლა რომ ხშირად ჩვენ შეცდოს ვუშვებთ, ხშირად არა, მაგრამ საკმაოდ არის ხოლმე ასეთი შეცდომები. გონია ხოლმე ეს დასრულებსაც ხშირ შემთხვევაში, რომ თუ ერთი რიცხვი მეორეზე მეტია რაღაც პროცენტით, ამ შემთხვევაში თქვა 20%-ით, აი, იცი რა, მეორეც ნაკლებია პირველზე 20%-ით, არა მეგობრებო, არა. სინამდვილეში არა. აი, სიტყვაზე თქვათ, მოდი ახლა ერთი ასეთი ორი პატარა მაგალითი გავხილოთ. აი, მაგალითად, კითხვა არის 80 100-ზე 100-ზე რამდენი პროცენტით ნაკლებია და მე 180-ზე 180-ზე რამდენი პროცენტით მეტია. რაზე უნდა გავამახვილოთ ახლა მეგობრებო ყურადღება ჩვენ. კი ბატონო, ორივე შემთხვევაში განსხვავება არის 20. ნუ აქაც 20-ია განსხვავება. მოდი ლარებზე ვლაპარაკოთ და 20 8 ლარი 100 ლარზე რამდენით ნაკლები, რამდენი პროცენტით ნაკლებია, 100 ლარი 80 ლარზე რამდენი პროცენტით მეტია. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში სხვაობა არის 20 ლარი. 20 ლარი. ამას ჩვენ უწოდებთ, მეგობრებო, როცა ერთეულებში ვზობავთ სხვაობას, აბსოლუტურ სხვაობას, აბსოლუტურ განსხვავებას რა. აბსოლუტურ განსხვავება არის 20 ლარი. კი. მაგრამ წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია. ორ ადამიანმა დაკარგა 20 ლარი. დაკარგა მაგალითად პენსიონერმა, რომლის შემოსავალი მთელი თვის განმავლობაში არის მხოლოდ 400 ლარი და დაკარგა ეს 20 ლარი
მილიარდერმა განაუვარდეს საფულე და შემთხვევით ეს 20 ლარი. ვინ უფრო გაღარიბდა? ახლა პასუხი შეიძლება იყოს ასეთი, რომ ორივე 20 ლარით გაღარიბდა, რაც ნიშნავს ვინ უფრო გაღარიბდა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვამწყდეს, რომ მოვლენების შეფასების დროს არამხოლოდ აბსოლუტურ მიდგომას ვიყენებთ, არამედ ვიყენებთ შეფარდებით მიდგომას, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს მაგალითად საზოგადოებას, რომელსაც შეიძლება სახლში ტელევიზორიც აქვს, თბილი ტანსაცმელიც და პარკეტიც უგია სახლში, კარიც იკეტება, მეგობრებო და შეუძლია თვის განმავლობაში ზოგჯერ კარაქით ჭამოს, მაგრამ მაინც ვამბობთ, რომ სიღარიბის ზღვარზეა, ხო? შეიძლება ეს 10 წლების წინ სასაცილოდ მოგჩვენებოდა და ეთქვათ, რომ არა, ეგ ხო მდიდარი ხალხია, მაგრამ ესეთი ხალხი იმათთან შედარებით, ვინც სიტყვაზე თქვა ხიზილალასაც ჭამს და შეუძლია კარაქი კვირაში ერთხელ კი არა, თვეში რამდენჯერმე მიირთვას, გამოდის, რომ ხარიბია, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში შეფარდებით ვიხილავთ დამოკიდებულებას და არა აბსოლუტურად. და აქაც პრინციპში ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკის ის პრინციპი გამოვიყენოთ, რომ 20 ლარით კი გაღარიბდა ორივე აბსოლუტურად, მაგრამ ფარდობითად თავიანთი ქონების მეტი ნაწილი ვიდაკარგა. და რა თქმა უნდა, 400 ლარისთვის თუ პენსიონერის შემოსავალი 400 ლარია, 20 ლარი გაცილებით უფრო მეტი ნაწილია, ვიდრე მილიარდერისთვის 20 ლარის დაკარგვა, ხო? ესე იგი გამოდის, რომ პროცენტულად და პროცენტი ხო ფარდობითი სიდიდეა, უფრო მეტად მცირდება, ანუ ღარიბდება პენსიონერის მდგომარეობა, ვიდრე მილიარდერის. და რატო მეგობრებო კიდევ ერთხელ ვთქვათ, იმიტომ რომ საწყისი და ჩვენ შემთხვევაში ეგ რა გავლენას ახდენს. საწყისი თანხა ერთ შემთხვევაში სულ სხვა არის 80-ია, მეორე შემთხვევაში სულ სხვა არის 100 ლარი. უпроსტად აქ არის 100 ლარი, აქ არის 80. ანუ ამ შემთხვევაში 100%-ად, ანუ გვევლინება 100, მეორე შემთხვევაში გვევლინება 80. ჩვენ ხო ვთქვით მთელი სროლში გვევლინება ის, რასთანაც ხდება შედარება და რასთან ხდებოდა აქ შედარება, ხდებოდა 100-თან. აქ რასთან ხდებოდა შედარება, ხდებოდა მეგობრებო 80-თან. ამიტომ უნდა დავთვალოთ ჩვენ აი ეს 20 ლარი ამ ერთ შემთხვევაში 100-ის რა ნაწილია და პროცენტში გადავიყვანთ და მეორე შემთხვევაში უნდა დავთვალოთ ეს 20 ლარი უკვე 80-ის რა ნაწილია. რამდენი პროცენტია. ეს 20 საიდან მივიღეთ და ფორმულა ზოგადად ყალიბდება ასე, ანუ a - b ეფარდება იმას, რასთანაც ხდება შედარება. ანუ 100 - 80 შეეფარდებოდა ერთ შემთხვევაში 100, მეორე შემთხვევაში 80 და აქ პასუხი იქნება 20%, აქ პასუხი იქნება 25%. ანუ რამდენი პროცენტითაა 80 ნაკლები 100-ზე 20%, მაგრამ რამდენი პროცენტითაა 100 მეტი 80-ზე, ანუ 80-ის რა ნაწილით არის ფაქტობრივად მეტი 100. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ნაწილით, იმიტომ რომ 20 80-ისთვის უფრო მნიშვნელოვანია, უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე 100-ისთვის. და აქაც ახლა ასეთი შებრუნებაა ინფორმაციის. თუ ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცოდით, რომ B-ზე 20%-ით მეტი იყო, ახლა გვეკითხებიან B A-ზე რამდენი პროცენტითაა ნაკლები. B A-ზე რამდენი პროცენტითაა ნაკლები. აი ესე ვთქვათ რა. თუ ბოდიში ნაკლებობას აქვთ ხო, უბრალოდ B არიცხვის რამდენი პროცენტია. თუ ამერია აბოდიში კიდე ხო აი ეს უკვე გაკეთებული გვაქვს მეორე გავერთე ახლა ახსნით და სწორი მეწერა. რამდენი პროცენტი ნაკლებია ბერიცვი არიცხვზე? ხო, სწორი აღნიშნა ხონდა გაკეთებული. და მოდი ვიყოთ მაშინ ამას ახლა ბოლომდე. ნიშნულში იქნება A, რიცხვში იქნება სხვაობა, ნუ დიდს გამოაგდება პატარა და გამოვლებული 100%-ზე. ნუ შევიტანოთ ახლა ცვლილება, რადი ეს შევკვეცოთ და აქ 6/5. ნუ
შევიტანოთ ახლა, ესე იგი a უდრის 6/5 b-ს და ჩავსვათ აქ. A-ს ვაგივრებთ 6/5 b-ს მინუს b შეფარდებული 6/5 b-სთან. გავრავლებული 100%-ზე. ზემოთ არის 1/5 b შეფარდებული 6/5 b-სთან, გავრავლებული 100-ზე. ესე იკვეცება 5 იკვეცება 1/6 გავრავლებული 100-ზე, ესე შეიკვეცებოდა და დარჩება აქ 100/6, ანუ 50/13% არის b 100-თვის. სწორად დავთვალე, ხო, იმედია. ესე სწორად შევკვეცებ. აგი. მეოთხე ამოცანაც ყოფილი. კარგი ბატონო, აბა ნახოთ რა არის მეოთხეში. a რიცხვი b რიცხვზე 3-ჯერ მეტია. ანუ a უდრის 3 b-ს, ხო? ამას ნიშნავს. რამდენი პროცენტითაა მეტი a რიცხვი b რიცხვზე? ახლა ასეთი ამოცანა საკმაოდ მარტივია. ნუ ზეპირათად შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ანუ a გამოდის ესე იგი b-სთან შედარებით 2 მისნაირით მეტი, ხო? ანუ b-ს 2 მისნაირი უნდა დაუმატო, ესე იგი ფაქტობრივად 200%-ით უნდა გაზარდო, ხო? რომ მიიღო a რიცხვი და ანუ a გამოდის b-ზე 200%-ით მეტი, მაგრამ ვთქვათ, აი არ გიფიქრიათ ასე და პირდაპირ მიაწექით და შაბლონურად აკეთებთ, მეგობრებო, როგორ გამოვიდოდა, როგორ გაკეთდებოდა, რასთან ხდება შედარება b-სთან, კი ბატონო, ჩვენ ხო გთხოვეთ, რამდენი პროცენტითაა მეტი, ანუ ცვლილებას, განსხვავებას გთხოვეთ, ხო? ანუ a minus b და აი ასეთი რაღაც იქნებოდა. ასვაგივრად შევიტანდით 3 b-ს და 2 b შეფარდებული b-სთან. ის შეიკვეცებოდა 2 დარჩებოდა და 200% მივიღეთ. ნუ იმედია ის წაგადგებათ ეს რეკომენდაციები. 63 ვნახოთ ახლა მეგობრებო. 63. ერთი რიცხვი შეადგენს მეორე რიცხვის 40%-ს და მერე არის რამდენიმე პირობა. პირველი რიცხვი, მეორე რიცხვი. ზოგადად x-ით აღნიშნა ჯობს იმისი რის ნაწილებზეცაა მერე საუბარი და რადგანაც მეორე რიცხვის ნაწილებზეა საუბარი, მოდი მეორე რიცხვი იყოს x-ი, მაშინ პირველი იქნება 40 მიასედი x-ი, ხო? იმიტომ რომ პირველი 40%-ია მეორის. ახლა მოდი პირველ კითხვას უპასუხოთ. მეორე რიცხვის რა ნაწილია პირველი რიცხვი? ანუ ნიშნავს რომ იყოს x-ი, ხო, მეორე რიცხვი და რიცხვში იყოს პირველი რიცხვი 40 მიასედი. ნუ შეიკვეცება, გამოდის 40-ს 100-თან რო შევკვეცავთ 2/5. პასუხი იქნებოდა 2/5. მეორე კითხვა. პირველი რიცხვის რა ნაწილს შეადგენს მეორე რიცხვი? ანუ ნიშნავში რა მიდის ახლა ის ნაწილაკიანი, ხო? ანუ წავა პირველი რიცხვი, მეორე იქნება მრიცხველში, შეიკვეცება, ესეც ხო იკვეცება 2/5-ია და 1 რომ გავყოთ 2/5-ზე იქნება მეგობრებო 5/2. მესამე კითხვა. ორივე რიცხვის საშუალო არითმეტიკულის რა ნაწილს შეადგენს პირველი რიცხვი? ახლა, ესე იგი ჩვენ ახალი მოთამაშე შემოგვდის აქ, ეს არის საშუალო არითმეტიკული. რა არის ახლა მეგობრებო საშუალო არითმეტიკული? ეგ არის მონაწილეთა ჯამი გაყოფილი მაცავე რაოდენობაზე, ხო? 40 მიასედი x დამატებული x-ი უნდა გავყოთ ოქროები მაცავე რაოდენობაზე. ნუ ეს არის რომ შეიკრიბება 140 მიასედი x-ი შეფარდებული 2-თან და 140 და 2 იკვეცება, ნუ 140 მიასედი გაყოფილ 2-ზე გამოვდები და 1/2-ზე ეს იქნება 70 მიასედი, ანუ გამოგვივიდა აქ ჩვენ 7/10 x. აი, ახლა კითხვა. გავყვეთ რა იყო მესამე კითხვა? ორივე რიცხვის საშუალო არითმეტიკულის, ანუ ნიშნაში მიდის ზუსტად ეს საშუალო არითმეტიკული, ანუ 7/10 x. რა ნაწილს შეადგენს პირველი რიცხვი? ანუ ხოდი შევკვეცავ ამას 2/5 x-ია, ხო? 2/5 x-ი რა ნაწილს შეადგენს? x-ები იკვეცება 2/5 იყოფა 7/10-ზე, ანუ მრავლდება 10/7-ზე
1, 2 და გამოგვივიდა 4/7. ანუ პირველი რიცხვი მეორე რიცხვის 4/7 საშუალო არითმეტიკულის 4/7-ში არის. კარგი. რამდენი პროცენტითაა ნაკლები პირველი რიცხვი მეორე რიცხვზე? ანუ შედარება რასთან ხდება? მეორე რიცხვთან ხდება. და ჩვენ რადგანაც განსხვავება გვჭირდება, ხო, ანუ რამდენი პროცენტით ნაკლები ეს ცვლილება გვჭირდება, მეგობრებო, ანუ რიცხვებში უნდა ავწეროთ ეს განსხვავება x მინუს 2/5x, ხო? მეორე რიცხვი არის x, პირველი რიცხვი 2/5x და მეორე რიცხვისზე რამდენი პროცენტითაა ნაკლებიო. ასე ჩავწერდით. ну, რა თქმა უნდა, საზეპირო იყო იქ მეგობრებო, მეორე რიცხვის 40% თუ არის, ესე იგი 60%-ითაა ნაკლები, მაგრამ ჩავწეროთ. რიცხვებში იქნებოდა 3/5x, ну, ჩვენ ახლა ილუსტრირება ისე მოახდინეთ, რომ მსგავსი მიდგომა ნებისმიერ კითხვას უპასუხებს. 3/5 გამრავლებული 100-ზე ეს იკვეცება და გამოდის 60%. ერთეულად 100% იქნება და მეხუთე კითხვა. რამდენი პროცენტითაა მეტი მეორე რიცხვი პირველზე? ну, კარგია ეგ, ანუ უკვე ნიშნულში იქნებოდა 40-100x და რიცხვებში რა იქნებოდა ისევ სხვაობა x გამოკლებული, ხო? 40-100 და შევხედეთ. ჩვენ 2/5 რომ დავწეროთ და დავწეროთ ახლა. პირველი რიცხვი იქნებოდა ნიშნულში, ანუ 2/5x და რიცხვებში იქნებოდა x მინუს 2/5x. ანუ 3/5x შეფარდებული 2/5-თან, x-ები იკვეცება, 5-ები იკვეცება, რჩება 3/2 გამრავლებული 100-ზე და ესაა 150. ანუ 150 სულიდან პარი კი ბატონო 150%-ით მეტი იქნებოდა მეგობრებო. კარგი. მოდი ახლა ჩვენ დროებით დავშვიდობოთ ერთმანეთს და გავაგრძელოთ შემდეგ 64-დან მომდევნო ვიდეო.